სასიხარულო სიახლე ძალოსნობის მოყვარულთათვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აუცილებს განცხადებას, სადაც გვითხულობთ, რომ ლოს-ანჯელესში გასამართ 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იქნება ნაცვლად 10 წონითი კატეგორიის და 12 წონითი კატეგორია, 6 გოგონებისთვის, ხოლო 6 ვაჟებისთვის. აღნიშნული წესის ცვლილება მომზადებული იქნა საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის სპორტსმენთა კომიტეტის მიერ, რომელსაც ლობირებას და მხარდაჭერას ამავე ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი მუჰამედ ჯალუდი უწევდა. რა სარგებელს აძლევს ეს დამატებითი წონითი კატეგორიები აღნიშნულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებს? მარტივად გასაგებია, უპირველეს ყოვლისა გაზრდილი რაოდენობა სპორტსმენების, მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ჩემის აზრით ის არის, რომ სპორტსმენებს არ მოუწევთ წონის დაკლება, რაც საშუალებას მიცემს უფრო ძლიერები იყვნენ, მაქსიმალურად გამოავლინონ თავისი ძალა და იბრძოლონ სანუკვარ მედლებისთვის. როგორც აღნიშნულ წერილში ვკითხულობთ, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება საერთაშორისო ფედერაციაში და 2025 წლის ბოლომდე შესაბამისი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას და ფედერაციებს წლის ბოლომდე წარუდგენს ახალ წონით კატეგორიებს. რაც ჩვენთვის ერთიორად სასიხარულოა, რადგან ბათუმში, როგორც მოგეხსენებათ, 2026 წელს გაიმართება ევროპის ჩემპიონატი, სადაც ჩვენი კონტინენტის ყველა ძლიერი ძალოსანი მიიღებს მონაწილეობას. გისურვებთ წარმატებას და უყურეთ ჩვენს გვერდს. მადლობა.